რიგში მადლობა მოწვევისთვის. ღიმილის მომგვრელია, როდესაც გვესმის ამ ადამიანისგან მოწოდება, რომ ჩვენ თურმე დებატები და დემოკრატია უნდა დაავაბრუნოთ, მაშინ როდესაც ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელია, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ და ამაზე მოწმობს ყველა ის მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი, თუნდაც ის მედია რეგულაციები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შემოგთავაზა ოცნებამ და უბრალოდ შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან ბევრი ისეთი მომენტი, სადაც ისინი პასუხობენ მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ კონტროლირებადი მედიის ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს და გაურბიან კრიტიკული და ოპოზიციური მედიისგან დასმულ შეკითხვებს, რაც შეეხება დებატებს და დებატების ხელოვნების შესახებ რომ გვიხსნის წესებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დებატები, ესეც ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა სცადეს რომ გაექროთ განსხვავებული აზრი, სცადეს რომ გაექროთ თავისუფალი აზრი ჩვენს ქვეყანაში და ამ ვითარებაში გვესაუბრებიან დებატებზე, ესეც მორიგი ტყუილი არის, ესეც მორიგი სპექტაკლია მათ. ხო, აი ეძახეთ სპექტაკლი ახლა ამბობს რომ მზად ვართ რომ აი ამ დებატებში საჯარო დისკუსიაში თქვენ მზად ხართ, პრინციპში ხართ პარლამენტშიც ამ რეჟიმში, მაგრამ რომ ეთერებში იყოთ წარმოდგენილი. დიახ, მე ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა, პარლამენტშიც მათ ვერც ერთხელ ვერ გაბედეს შინაარსობრივ დებატებში შემოსვლა, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ბევრჯერ გვქონდა ამის შანსი, თუმცა ისინი გაურბიან, მაგალითად ჩვენ დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით, ეს ყველაზე აქტუალური თემა არის ბოლო თვეების განმავლობაში და მეთანხმებით დიანა, შესაბამისად უარი თქვეს, დაიმალნენ ამ კომისიის შექმნაზე თქვეს უარი, იმიტომ რომ მათ ეშინიათ კრიტიკული შეკითხვების, მათ არ აქვთ პასუხები ამ შეკითხვებზე, ქაოსი აქვთ, ვერ ყალიბდებიან საკუთარ message box-ზე და ეს იყო სწორედ აი იმ უარის საფუძველი, რომელიც აი ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მათ განაცხადეს. ესეთი ძალიან ბევრი შემთხვევა არის, მაგალითად მე გავიხსენებ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც ჩვენმა მერობის კანდიდატებმა ძალიან ბევრჯერ და ბევრ ქალაქში შეთავაზება გაუკეთეს ოცნების კანდიდატებს, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა დებატებში და შინაარსობრივი დებატები და შინაარსობრივი დისკუსია გამართულიყო იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და უარი თქვეს ამ ყველაფერზე, დაიმალნენ და ხშირ შემთხვევაში პასუხიც კი არ გასცეს აი ამ ჩვენს შეთავაზებას. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს იქნება სიმართლე მათი მხრიდან და მე არ მგონია, რომ ესე განვითარდება უბრალოდ ისევ და ისევ. რა შეიძლება მოყვეს ამას, ხომ ხვდებით აქამდე გაჭედილი იყო მთლიანად პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში, რაღაცა პარალელური ცხოვრება იყო, ხელისუფლება თავისი მომხრეებით, საპროტესტო საზოგადოება ცალკე. ახლა ამ ტიპის მზაობის გამოთქმა შეიძლება თუ არა რაღაც მესმის არ გჯერათ რომ ეს ასე იქნება, მაგრამ რაღაც ტრენდის ცვლილების დასაწყისად ან ტალღის შეიძლება. ჩვენ შეიძლება არ გვჯერათ, თუმცა ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ თავის დროზევე ვაღიარეთ და ვთქვით რომ დიახ ჩვენი მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი არის საპარლამენტო მუშაობა, ამიტომ ჩვენ შევედით საპარლამენტო მუშაობის პროცესში, საკომიტეტო მოსმენებზე, ჩვენ გვაქვს იქ მცდელობა იმისა, რომ შინაარსობრივი დებატები გაიმართოს, ჩვენ გვაქვს მცდელობა იმისა, რომ ვისაუბროთ ხალხის პრობლემებზე, თუნდაც ჩვენს მიერ ინიცირებული მინიმალური ხელფასის კანონ პროექტი, რომელიც გადადო ოცნებამ, ეს განხილვა გაურკვეველი დროით გადადო, ზუსტად იმიტომ, რომ ისინი მზად არ არიან ამაზე სასაუბროთ. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, თუ ეს შეიქმნება ამის ფორმატი, რომ იყოს დებატები, იყოს დისკუსია, იყოს
ოღონდ ეს არ იყოს დაგეგმილი და ეს არ იყოს მხოლოდ მათ მიერ კონტროლირებადი მედიებისგან გამომდინარე. თუმცა მე ვიტყვი იმას, რომ რა დებატებზე არის საუბარი, როდესაც მათ მიერ კონტროლირებადი არხების უმეტესობა, მაგალითად რუსთავი 2 და იმედი, საერთოდ ძალიან წირი გაშუქება მიმდინარეობს ჩვენი პარტიის, მაგალითად საღამოს ეთერში ჩვენ არ ვართ, გადაცემის ფორმატში იმედი საერთოდ არ გვაშუქებს შესაბამისად, მაშინ უნდა გავრცელდეს ეს ყველაფერი ყველა მედიაზე. უნდა გაიხსნას და შესაბამისად უნდა იყოს ეს დებატებიც წარმატებული. კი ბატონო, მინდა კითხოთ, დღეს სააკაშვილის პროცესი იყო, ის საუბრობდა, რომ ყველა პარტიის გაერთიანება არის ერთადერთი შანსი. ამ წინადადებას რომ მოვწყდეთ ახლა, ისედაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩვენ ეთერებში ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ რაღაც ტიპის კომუნიკაცია და კოორდინაციის პროცესია დაწყებული რაღაც ერთიანი ფრონტის შექმნაზე და ჩემს კითხვაზე, ვინ მოიაზრება კიდევ ვინ და რაღაც ჩამონათვალში თქვენი გუნდის დასახელებაზე, შევა თქვენც დიდათ არა ენთუზიაზმი არ გაქვთ, მაგრამ ჩემი მხრიდან ისინი ამბობენ, რომ ისინი არ მოიაზრებიან იმ ჩამონათვალში ვისთან ერთადაც რაღაც ერთიან ფრონტზე უნდა იყოს ლაპარაკი, იმიტომ რომ თქვენ შეხვედით პარლამენტში და რაღაც დიდი მკვეთრი წითელი ხაზია თქვენთან დაკავშირებით. თქვენ თავად როგორ უყურებთ ამ პროცესს? ჩვენი პოზიცია ცნობილია, მრავალჯერ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ჩვენთვის წითელი ხაზია ნაციონალური მოძრაობა, ჩვენთვის წითელი ხაზი არის ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი განშტოება, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან რეჟიმის გაძლიერებას, აი ამ საკუთარი გადადგმული ნაბიჯებით, თუნდაც 4 ოქტომბრით, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ოცნების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაბამისად ჩვენ არავითარი საერთო არ გვაქვს ამათთან და თქვენ ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი ხალხი დაიღალა უკვე აი ამ ფსევდოერთობებით, აი ამ რაღაც ერთობლივი ხელმოწერებით, ამ დოკუმენტების ფრიალით, ასე ვთქვათ. რეალური ნაბიჯები ჭირდება ამ ყველაფერს, თანმიმდევრული და მყარი ბრძოლა ჭირდება ამ ყველაფერს და რეალური ბრძოლა იმისთვის, რომ ოცნების ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდეს, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის საბოლოო ხსნა იმისგან, რომ ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ ამ რეჟიმის მართლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არც განვიხილავთ ამ ერთობაში არავითარ ჩვენს მონაწილეობას. თავად პროცესს როგორ უყურებთ თქვენს მიღმა? იცით, ეს არის მათი საქმე, მათი პრეროგატივა, თუ ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები საბოლოოდ გაერთიანდება და ერთიანად წარსდგებიან, ეს რა თქმა უნდა შეიძლება უკეთესიც კი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 2024 წელს ლელოსთანაც რომ აქვთ ლაპარაკი, ლელო თქვენი პარტნიორი იყო ახლა 4 ოქტომბრის არჩევნებში, ეს თქვენთვის თუ ეს მოხდა, არ ვიცით. ლელოსთან ჩვენ გვქონდა ერთჯერადი პარტნიორობა, რომელიც ითვალისწინებდა თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში ურთიერთობას, სხვა კონტექსტში ძალიან ბევრი განსხვავებები არის ჩვენსა და ლელოს შორის, ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და დოგმა არ არის, რომ რადგან ურთიერთთანამშრომლობა შევძელით ერთი მიზნისთვის, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, მუდმივად უნდა ერთნაირად ვფიქრობდეთ, რა თქმა უნდა განსხვავებები არსებობს, მათ თავისი გზა აქვთ არჩეული, ჩვენი გზა გვაქვს არჩეული, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ბრძოლა არის ზუსტად იმ გზით, რომლითაც ჩვენ ვაცხადებთ და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით ამას, რომ მშვიდობიანი ფორმებით მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ვიბრძოლებთ და კერძოდ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას იმისთვის, რომ დისკომფორტი შევუქმნათ რეჟიმს და ვცადოთ, დავანახოთ ქართულ მოსახლეობას, რაც დაემსგავსა ოცნება, დავანახოთ ის, რომ დღესდღეობით საქართველოს მომავლისთვის მთავარი წინაღობა არის ოცნება, ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ. კი ბატონო, ერთი წუთი დაგვრჩა, მინდა კითხოთ, პრინციპში ეს იყო მთავარი мотиваცია თქვენი მოწვევის. დღეს იმართება, იწყება არსებითი განხილვა გახარია საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე. რა მოლოდინები გაქვთ თქვენ? წინას არის პატიმრობა აქვს მისჯილი, ის არ იმყოფება ქვეყანაში, როგორ უყურებთ ამ? რა მოლოდინი უნდა გქონდეს ნაციონალური მოძრაობის შექმნილი
სასამართლო კლანის, რომელსაც ხელმძღვანელობს მურუსიძე, აი ამ კლანის მართული სასამართლოსგან, რა თქმა უნდა, ეს იქნება დადგმული ისევ და ისევ სპექტაკლი. ეს კლანი სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა ოცნების დროს, მათ შორის გახარიას პრემიერების დროს. რა თქმა უნდა, ეს იყო აღმოჩნდა, თუმცა ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად სასამართლო პროცესებს. აქედან გამომდინარე, მოლოდინი დადებითი ვერ გვექნება, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, სადაც თეთრზე შავით წერია, რომ არც გახარიას, არც ერთ მოადგილეს არ გაუცია რეზინის ტყუილების გამოყენების ბრძანება, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აი ამ საქმესთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თუმცა მე მინდა გაგახსენოთ, წინა საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული ოცნების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, მათ ფაქტიურად უგულებელ ყეს ივანიშვილის, კობახიძის და მაღალჩინოსნების მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა გახარიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ხდება ივანიშვილის დაფარვა, დამალვა ამ კონტექსტშიც და ვნახოთ დაველოდოთ სასამართლოს. მადლობა ტატა ხვედელიანს ჩვენ